მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის საჭირო უნარების განვითარება პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ განათლებასა და პრაქტიკული ცოდნის მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აგრარულ სფეროში გადამზადებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ მარწყვისა და ვაშლის მოყვანა, ქოთნის ყვავილების მოვლა, ასევე მეფუტკრეობა და სხვა აგრარული მიმართულებები. სწორედ აი ამ ინიციატივის შესახებ ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სტუდიაში, ჩვენ სტუმრებთან ერთად, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი არიან ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. მადლობა მოგზანებისთვის. პირველ რიგში ვსაუბრობთ პროექტზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი მსჯავრდებულებისთვის. თავდაპირველად რომ გითხრათ, რამდენი ხანია რაც არსებობს ეს პროექტი და როდის გააფორმდა მემორანდუმი? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მსმენელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მცირედით განმარტო, რომ გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენ მანდატს წარმოადგენს განათლების ხელშეწყობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აგრარული და გარემოს დაცვითი მიმართულებით და მოგეხსენებათ განათლება როგორც უნივერსალური უფლება არ იკარგება თავისუფლების აღკვეთის პირობებში და სწორედაც ამ უფლების რეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ის ტრენინგ ციკლი, რომელიც მიმდინარეობს უკვე 2021 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში. აღნიშნავ, რომ ჩვენ აგრარული მიმართულებით სხვადასხვა კომპონენტს ვფარავთ. მიმდინარე წელს ქალბატონ თამთასთან ერთად გქონდა საშუალება, რომ გაგვეფართოებინა თანამშრომლობის ფორმატი და ჩვენ ნომერ მეორე, ნომერ მეხუთე, ნომერ მერვე, მე-17, მე-15 პენიტენციურ დაწესებულებებში ვატარებთ ტრენინგებს აგრარული მიმართულებით, რომელიც არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე არის დაფუძნებული და პრაქტიკულ კომპონენტს ქალბატონი თამთა დაფარავს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეხილეობა, მებოსტნეობა, კენკროვანი კულტურები, ამ მიმართულებით ვატარებთ ლექციებს, ასევე მეფუტკრეობა და მე ძალიან მიხარია, რომ წლიდან წლამდე ტენდენცია არის მზარდი, დაინტერესება და მსჯავრდებულთა რიცხოვნობაც გახლავთ მზარდი და მიმდინარე წლის ტრენინგ საჭიროებების კვლევამ გამოკვეთა ორი დამატებითი მიმართულება, ეს არის მეცხოველეობა და ლურჯი მოცვი და აღნიშნულთან დაკავშირებით ვითანამშრომლებთ ეფექტიანად და განვაგრძობთ, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლებას. კი ბატონო, თამთას მინდა ვკითხო ინტერესთან დაკავშირებით უფრო მეტი და ასევე იმ მიმართულებებზე, რომელსაც თავაზობთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს. დიახ, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე ინტენსიურად ინტერესდებით მსჯავრდებულების საქმიანობით თუ სწავლებით და ხშირად ვართ ჩვენ თქვენი სტუმრები. აგერ მაგალითი ნათელი გახლავთ ის არის ჩვენთან მოყვანილი მარწყვის ჩითილი ჩვენ სათბურებში და მეცაც გეტყვით თქვენ ნანახიც გაქვთ ეს ჩვენი ბაღები. ინტერესი არის ძალიან დიდი და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის როგორც ქალბატონმა თამთამ ჩამოთვალა ჩვენი დაწესებულებების 60%-ში მიმდინარეობს ეს სწავლება, მათი მხრიდან იგივე რაოდენობის დაწესებულებებში ჩვენ პრაქტიკულად უკვე გაშენებული გვაქვს კენკროვანი კულტურების, სხვადასხვა კულტურების ბაღები. ეს არის მარწყვი, ეს არის ჟოლო და იგეგმება ასევე ლაითურში, დასავლეთ საქართველოში მოცვის გაშენება, იმიტომ რომ იქ ცოტა სხვა მჟავე ნიადაგია და აქეთ ჩვენთან აღმოსავლეთის მხარეს მოცვის მოყვანა შეუძლებელია. ისე რომ დაინტერესება ძალიან დიდია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ სწავლობენ და პრაქტიკაში ახორციელებენ ამას, ეს არის მათთვის სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი, როცა გათავისუფლებიან, მათ ექნებათ ერთ-ერთი პროფესიაც კი აი ამ მიმართულებით. და მათ ექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ აიღონ რაიმე დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა, რაც შემდეგ მისცემთ საშუალებას, რომ უფრო პროფესიულად განვითარდნენ და რაღაც შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ, ესეც საინტერესოა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვთქვათ, ტრენინგ ციკლის დასრულების შემდგომ გავცემთ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გათავისუფლების შემდგომ, რა თქმა
უნდა იქნება ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ მათ გავლილი აქვთ აღნიშნული პრაქტიკული კომპონენტი მათ შორის და ზოგადად ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინსტიტუციის, როგორც ჩვენი, ასევე სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ცენტრის მხრიდან აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპზე დაყრდნობით, რაც შეესაბამება მოგეხსენებათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და განათლების ინკლუზიური პოლიტიკის პრინციპებს და ჩვენ ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობთ, როგორც აღნიშნეთ და მე მინდა მადლობა გადაუხადო მსჯავრდებულთა გადამზადების ცენტრს მრავალწლიანი ეფექტიანი კოორდინაციისათვის. და საინტერესოა თავად ამ მსჯავრდებულების შეფასებები ამ პროექტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გქონია სიუჟეტი სხვათა შორის პენიტენციური დაწესებულებიდან და უშუალოდ მოგვისმენია მათი გამოცდილება. საინტერესოა რა სყვებიან ისინი და როგორი არის მათი შეფასება პროექტთან დაკავშირებით. ვინაიდან ინტერესი მაღალია, შესაბამისად დაახლოებით წარმოგვიდგენია რას ამბობენ ისინი. კი. იცით რა არის? ძალიან საინტერესო რო არ იყოს მათთვის ეს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ვერ განვითარდებოდა და ჩვენ წელს როგორც იცით, ახალი მემორანდუმი გავაკეთეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მსჯავრდებულები ღია ცის ქვეშ ატარებენ ძალიან დიდ დროს და ეს არის მათთვის კიდევ ერთხელ ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ეს მსჯავრდებულმა ღირსეულ პირობებში უნდა მოიხადოს სასჯელი, მაგრამ სასჯელის მოხდას თან უნდა ახლდეს ის, რომ მათ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ, ისწავლონ, შეიმეცნონ, თუნდაც ახალი პროფესია გაიჩინონ და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოში ეს მებაღეობა და მეხილეობა და სხვადასხვა ესეთი აგრარული მიმართულება არ არის უცხო და ყველა ვინც კი გათავისუფლდება შემდგომში მათთვის ეს არის შანსი იმის, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ, თუნდაც გააშენონ მარწყვის ბაღები, გააშენონ იგივე ჟოლოს ბაღები, მოაშენონ ფუტკარი, ძალიან საინტერესოა ამ ფუტკრეობა სხვათა შორის და ინტენსიურად მოგდის კიდევ სხვა დაწესებულებებიდან, რომელიც არ ჩამოუთვლია ქალბატონ თამთას და ჩვენთან 13 პენიტენციური დაწესებულება მოგეხსენებათ, იციან ისინიც უყურებენ იგივე თქვენს გადაცემას თუნდაც და მათაც სურვილი აქვთ, რომ იქაც მოხდეს აი ამ პროექტების შეტანა და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წელს მოვიცვათ ყველა პენიტენციური დაწესებულება თუ რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამაზე უარს არ იტყვის და დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ იტყვის და ამიტომ ჩვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ეს, რომ მსჯავრდებულმა ღია ცის ქვეშ გაატაროს მეტი დრო, ისწავლოს რაც შეიძლება მეტი, მიიღოს პროფესია და ამასთან ერთად ანაზღაურებაც, იმიტომ რომ ამ ყველაფერში ისინი იღებენ ხელფასს. ხო, აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად, რომ ეს არ არის უანგაროდ მუშაობა მხოლოდ იმისთვის, რომ პროფესიულად განვითარდნენ და შეიძინონ მათ ეს უნარები. ეს ხელფასის სახითაც აქვთ, რა თქმა უნდა. ჩვენ საკმაოდ დიდი მოსავალი მივიღეთ წელს, მაგალითად 2025 წელს ზაფხულის განმავლობაში 3 ტონა ნახევარზე მეტი ჟოლო მოიკრიფა და უვადო მსჯავრდებულები არიან სხვათა შორის ჩართული ერთ-ერთ დაწესებულებაში, გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში. დიახ, ჩვენ ერთობლივად მოვინახულეთ და პირადად მადლობაც გადაუხადეს და სულ კითხვები მოდის ხოლმე, ბევრი სიახლე არის აგრარული მიმართულებითაც, ისი თქვენ მოვლის მიმართულებით, მცენარეების მოვლის მიმართულებით. და რაც შეეხება ამ მსჯავრდებულებს, გააჩნია დაწესებულებას, გააჩნია ბაღის ტერიტორიას, რა ტერიტორიაზეა გაშენებული და ხელფასი 500-დან 1500 ლარამდეა. აი ამ კონკრეტულ დაწესებულებაში, გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში, თითქმის 1500 ლარს იღებენ მსჯავრდებულები ყოველთვიურად ხელფასის სახით და ეს ჩვენი პროდუქცია იყიდება ყველა ისეთ წამყვან მარკეტებში და საკონდიტროებში, რაც კი თქვენ შეგიძლიათ თბილისში წარმოიდგინოთ. კი ბატონო, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ასე ვსაუბრობდით იმ ნაწარმზე, რომელიც იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში და გამოფენებზეც კი გადის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში აგრომიმართულებაზე ვსაუბრობ და მე მინდა გკითხოთ თქვენ სამომავლო გეგმების შესახებ, როგორც ახსენეთ, გეგმავთ, რომ უფრო მეტ სასჯელახსრულების განყოფილებაში იყოს აი ესეთი შეთავაზება პატიმრებისთვის და საინტერესოა, როგორ გეგმავთ უფრო მეტად გაღრმავებას აი ამ ურთიერთობის. კი ბატონო, მოგახსენებთ ქალბატონ თამთასთან ერთად საუბრობდით და ჩვენ დავიწყებთ
პროექტის დამუშავებას, რომელიც შეეხება არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით. ჩვენ აღნიშნულ კომპონენტში ჩართული არის სამინისტროს სხვადასხვა სააგენტო ჩვენთან პარტნიორობით, იქნება ეს სურსათის ეროვნული სააგენტო თუ რა ინტერესიც არის წამოსული. აღნიშნული სააგენტოებთან პარტნიორობით ჩვენ აუცილებლად დავფარავთ იმ ინტერესს, რა ინტერესიც იქნება წამოსული მსჯავრდებულებისაგან. ზოგადად ციკლი რომ აგიხსნათ, ჩვენ ბეკონტაქტებით მსჯავრდებულთა გადამზადების ცენტრს, რომელიც ასე ვთქვათ, საჭიროებების კვლევას აკეთებს და ძალიან მიხარია, რომ თავად მსჯავრდებულის ინტერესზე დაფუძნებული არის ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით, ვამუშავებთ და ინტერესი, როგორც აღნიშნე, არის ძალიან მზარდი და იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო და უფრო მეტი პირის ჩართულობა იქნება ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში. და დამთა თქვენ გითხავთ გარდა გარემოს დაცვის სამინისტროსა კიდევ რომელ უწყებებთან თანამშრომლობთ, ასე ვთქვათ, რა მიმართულებით და როგორი არის ამ ურთიერთობის გამოცდილება. კი ბატონო, უბრალოდ წინა კითხვას მე შეიძლება დავუბრუნდებით და გავაგრძელებ, რომ წლევანდელ წელს 2025 წელს უბრალოდ ორ პეინტენციურ დაწესებულებაში მოხდა გაშენება ჟოლოს და მარწყვის ბაღების და ეხლა უკვე იგეგმება ქუთაისი გეგუთის დაწესებულებებში. უკვე დაწყებულია ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში, ასე ვთქვათ, ეს პროცედურები, რის შემდეგაც მოხდება გაშენება და მინდა მოუწოდო ყველას, მათ შორის ბიზნეს და კერძო სექტორსაც, რომ ჩაერთონ აი ამ გაშენებაში და დაგვეხმარონ, იმიტომ რომ არაერთი კერძო სექტორის დახმარებით ჩვენ არაერთი ესეთი პროექტი განვახორციელებთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ჩვენთან თანამშრომლობს ყველა სახელმწიფო უწყება თითქმის, იმიტომ რომ უკვე პატიმარი აღარ არის იუსტიციის სამინისტროს, ასე ვთქვათ, საკუთრება მხოლოდ. ყველა მთელი სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს განმეორებითი დანაშაულის პრევენცია და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ მსჯავრდებულს, რესოციალიზებულს, რეაბილიტირებულს გამოუშვებთ და ის თავის ოჯახსაც და სახელმწიფოსაც სრულფასოვან წევრად დაუბრუნდება. შესაბამისად, განათლების სამინისტრო თავისი ყველა პროექტით, რომელიც მას აქვს და აქვს ძალიან კარგი პროგრამები განათლების სამინისტროს პროფესიული გადამზადების მიმართულებით. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალბატონი თამთა არის აქ წარმოდგენილი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ფინანსთა სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ კერძო სექტორის ჩართულობა ამ ეტაპზე პეინტენციურ დაწესებულებაში წარმოდგენილია ერთ-ერთი კერძო სექტორი, რომელსაც მსჯავრდებულები ყავს დასაქმებული და ისინი ასევე ხელფასს იღებენ. იგეგმება ასევე სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლის შემოყვანაც და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყოფილი მსჯავრდებული, რომელმაც ისწავლა პეინტენციურ დაწესებულებაში კონკრეტულად კულინარიის კურსი განათლების სამინისტროს დახმარებით და თვითონ გათავისუფლების შემდეგ გახდა კერძო მეწარმე ამ კულინარიული მიმართულებით და აპირებს ახლა რომ პეინტენციურ დაწესებულებაში როგორც კერძო მეწარმე ესე შემოვიდეს და ესეთი კულინარიული მიმართულებით განახორციელოს თავისი ბიზნესი. ხო, რეალურად ეს არის შედეგი იმ პროექტისა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით და ბევრისთვის, იქ მყოფი ადამიანებისთვის мотиваციაც კი. მადლობა თქვენ მოგზანებისთვის. შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუმრები იყვნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ზოგადად ასე გონია და ასე ვფიქრობ, რომ მიწასთან და ყვავილთან ურთიერთობა ზოგადად ადამიანს ხდის უკეთეს და მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებს. ნამდვილად და მე ვისარგებლებ დიახ და მე აუცილებლად ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მსჯავრდებულზე და ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს ადამიანები აღარ არიან სტიგმატიზირებულები, როგორც ადრე იყვნენ, არ მოიაზრებიან რაღაც საშიშ ადამიანებად და მათ ექცევიან ისევე, როგორც შეიძლება გარეთ ნებისმიერ ჩვენთანგანს მოექცნენ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ხალხი ღირსეულ პირობებშიც იხდის სასჯელს და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განმეორებითი დანაშაულის პრევენცია ხდება. რა თქმა უნდა, მიზანი რეალურად არის ეს. მადლობა. ჩვენ ავტორს შორს არ მივდივარ და შუადღე ისევ გარემოს დაცვის თემებით ვაგრძელებ.